საპოლიციო მეთოდები პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების წინააღმდეგ, რეჟიმის სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიებს ამგაცრებს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებსაც შენობა იძულებით დაატოვებინეს, ახლა სტუდენტის სტატუსით შეუჩერეს. მანამდე მათ ნაწილს 5,000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს. ეს ყველაფერი კი მოჰყვა ახალგაზრდების თითქმის 3 თვიან პროტესტს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ფოიე მათ სადეზინფექციო სამუშაოების მიზეზით დაატოვებინეს. ამ ყველაფრის მიუხედავად ახალგაზრდები პროტესტს არ წყვეტენ და უფრო ძლიერ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადებიან. უფრო კონკრეტულად ახალგაზრდების გეგმებსა და პოზიციებზე ლიზი ვეკუასგან გავიგებთ. Დიახსოფო, დავიწყებ უახლესი ინფორმაციით. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცხადება, რომ მათ შეუჩერეს სტუდენტის სტატუსი. მათ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მიიღეს მეილის საშუალებით. მათ ადმინისტრაციამ მეილზე მიწერა, რომ ისინი სტუდენტების სტატუსს უჩერებდნენ, იმიტომ რომ მათ დაარღვიეს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ სტუდენტების ნაწილს შეუჩერდათ სტატუსი. გუშინდელ სიტუაციას რაც შეეხება გუშინ თეატრალურ უნივერსიტეტში მოვლენები განვითარდა შემდეგნაირად. თავდაპირველად გამოიძახა ადმინისტრაციამ საპოლიციო ძალების სტუდენტებს პირველად გაფრთხილება მისცეს. მხოლოდ მეორედ გამოძახების შემდეგ ისინი 5,000 ლარით დააჯარიმეს და მესამე დროსაც გამოიძახა ადმინისტრაციამ პოლიციამ სტუდენტებს აიძულა დაეტოვებინათ უნივერსიტეტის შიდა ტერიტორია, სადაც 83 დღის განმავლობაში ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს წინააღმდეგ. შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებდნენ უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიას, მაშინ მათ დააპატიმრებდნენ. სწორედ ამიტომ სტუდენტებმა მიიღეს შემდეგნაირი გადაწყვეტილება, მათ დატოვეს უნივერსიტეტის შიდა სივრცე, თუმცა ამასთან დაკავშირებით თქვენს, რომ ახლა კიდევ უფრო გაბრაზდნენ და კიდევ უფრო მასშტაბური და დიდი იქნება სტუდენტური პროტესტი და ის სხვაგვარ ფორმას და სახეს მიიღებს. არ საუბრობენ ისინი კონკრეტულ გეგმებზე, თუმცა ამბობენ, რომ ამ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, მანამ სანამ მათ მთავარ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. რაც შეეხება სხვა სტუდენტების პოზიციებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ახლა სოლიდარობას უცხადებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს და ამბობენ, რომ ისინი გაერთიანდებიან და მხოლოდ ერთიანობით შეძლებენ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელიც მზად არის რომ დარეკოს პოლიციაში, იმ პოლიციაში, რომელიც სასტიკად უსწორდება დღეს მოქალაქეებს და დაგვაჯარიმოს სტუდენტები და შემდგომ პატიმრობის საშიშროების წინაშე დაგვაყენოს, არ მიკვირს, რომ დღეს საერთოდ არ მიკვირს, რომ სტუდენტური სტატუსი შეგვიწყდა პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს. კონკრეტულ გეგმას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრად უფრო ხმამაღალი, ძლიერი, ახალი საპროტესტო ტალღა იქნება. ალბათ ლოიალურობა ჭირდებათ ამ მთავრობას, არალეგიტიმურ მთავრობას და ვინც არ არის ლოიალური, ასე სჯის, ასე რომ ვთქვათ. და ბევრჯერ მithქვამს კიდევ ვიტყვი, რომ ემოციურ უნივერსიტეტში, ემოციურ ინტელექტს დაფუძნებულ უნივერსიტეტში, როდესაც ემოციების გამოხატვას გიზღუდავენ, ასე ვთქვათ, იქ ხელოვნება ვერ დაიბადება და ინვესტიცია, რაც ჩვენში უნდა ჩადებულიყო, პირიქით აქეთ იღებს ინვესტიციას ჩვენი მთავრობა, ჩვენივე ჯარიმებით. რა თქმა უნდა, პროტესტი გრძელდება, ნახავს თავის გამოხატვის ახალ საშუალებებს, ამაზე პირადად საუბარი არ მსურს ზუსტად როგორ იქნება, მაგრამ პროტესტი უწყვეტი იქნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობას ვუხმობთ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს. ქართული ოცნება ცდილობს თავისი რუსული დრაკონული კანონებით მუხტი ჩაკლას ყველაში, ახლა კი მისი თავარი სამიზნე აუდიტორია არის სტუდენტები, რადგან ისინი არიან ყველაზე ძლიერები, მათი მუხტი იყო შენარჩუნებული 85 დღის განმავლობაში, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი ვერ შეეგუა და მას მიუქციეს რუსული მილიცია. 83-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდგომ ქართულმა ოცნებამ აიძულა თეატრალური სტუდენტებს დაეტოვებინათ უნივერსიტეტი. რუსულმა რეჟიმმა საბოლოოდ დაიწყო იმ რეპრესიული კანონების ამოქმედება, რომლებიც სპეციალურად სტუდენტების წინააღმდეგ იყო მიღებული. სწორედ ამიტომ დღეს 7 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსში მილიონი სტუდენტური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია და უმორჩილებლობა, რომელზეც მოუწოდებს სტუდენტებს მოვიდნენ, დააფიქსირონ საკუთარი აზრი და ჩვენთან ერთად ებრძოლონ რუსულ რეჟიმს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები სოლიდარობას უცხადებთ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს. პროტესტი ამით არ სრულდება. ჩვენ არ გვეშინია. ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად.
ძალა სტუდენტების ერთობაშია. ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ბოლო დროინდელი ქმედებები განსაკუთრებით ცხადყოფს თუ როგორ გრძნობს ის მოახლოებულ საფრთხეს და განსაკუთრებით როგორ ეშინია მათ შორის სტუდენტების, ხო, იმიტომ რომ გუშინ ის რაც ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ დააჯარიმეს სტუდენტები, როგორ გამოაძევეს, როგორ მოუწიათ მათ, ხო, უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სივრცის დატოვება, მე მგონია რომ ბრძოლა გრძელდება. გუშინ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ უფლებადამცველებიც, მათი თქმით, გუშინ ის თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, კარგად ასახავს ახლა ქართული ოცნების სახეს და გუშინ მომხდარი ფაქტი ყველანაირ კანონის ფარგლებს ხდება, ასევე კონსტიტუციის ფარგლებიდანაც არის გასული და ამ დროს ყველანაირად შეიზღუდა სტუდენტების თავისუფალი აზრის გამოხატვა, რაც ცხადია უკანონობა. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ადმინისტრაციის, თეატრალურის უნივერსიტეტის რექტორისა და მენეჯმენტის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ იყო კატასტროფული. მე ჩემთვის დაუჯერებელია, როგორ ვერ უნდა ახერხებდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა საერთო ენის გამონახვა სტუდენტებთან, მათთვის თავისუფლების მიცემას, ისე რომ ერთი დღის განმავლობაში 3-ჯერ გამოიძახა მენეჯმენტმა პოლიცია და საბოლოოდ საკუთარი სტუდენტები გაწირა ჯარიმებისთვის და ამ 5,000 ლარიანი ჯარიმებით 10-მდე სტუდენტი დაჯარიმდა. ხედავთ უნივერსიტეტის გამოცდილებას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც სტუდენტები წახალისებულები არიან, რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ, სოლიდარობისთვის, სამართლიანობისთვის იბრძოდნენ. ხო, ჩვენ ხედავთ, რომ ავიწროებენ სტუდენტებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი. ეს სტუდენტები ერთიანდებიან საერთო მიზნებისთვის და ჯერჯერობით არ ამბობენ მათ კონკრეტულ გეგმებს, თუმცა აანონსებენ სხვადასხვა ტიპის აქციებსაც, ასევე დღეს არის დაანონსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A-კორპუსში 7 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას გამოხატავენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი.